თბილისის სავიზიტო ბარათმა ფუნიკულიორმა პირველ მგზავრებს 120 წლის წინ სწორედ ამ დღეს 27 მარტს უმასპინძლა. ქიშვარდი დიღმელაშვილი ერთ-ერთი უხუცესი მემანქანეა, რომელიც ისტორიულ ტრამვაის 35 წელი მართავდა. წარსულს იხსენებს, მოგონებებს თანამედროვეობას ადარებს და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი დღევანდელი ფუნიკულიორის იერსახეც ხიბლავს. ყველაფერი სულ ახალი გაკეთდა. მაშინ იყო ძველებურად, რა თქმა უნდა, თავისებურად ძველი ის რო ქონდა, მაინც კარგი იყო, მაგრამ ეხლა უფრო თანამედროვე ის არის. შეკეთებულია თანამედროვე და სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, ყველაფერი აბსოლუტურად. დაწყებული ტრამვაი და დამთავრებული პარკი და საბაგირო თუნდაც. ძალიან ყველაფერი კომფორტულად არის და სასიამოვნოა. ფუნიკულიორის მშენებლობას სათავეში საქართველოზე შეყვარებული პოლონელი იონე პოლტორაცკი ჩაუდგა და ვაგონების ასაშენებლად თბილისში ბელგიელი ინჟინრები ჩამოიყვანა. თბილისი ოქროყანა კოჯრის დამაკავშირებელი გზა კი მალევე ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცა. თბილისელებმა დიდი მამაცობა არ გამოიჩინეს, ყველას ეშინოდა და აქედან გამომდინარე ბელგიურ კომპანიას მოუწია ფულის გახარჯვაც, რომ ვინც გარისკავდა და ისარგებლებდა ფუნიკულიორით და ცოტა ხანში მუღამი რო გაუგეს, საყვარელი ტრანსპორტი და ესე ვთქვათ ატრაქციონი გახდა და თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა. 1905 წელს დოპელმაიერმა განახორციელა ეს პროექტი და იგივე დოპელმაიერმა 2012 წელს, მაგრამ განახლებული თავისი ტექნიკური ბაზით, IT ტექნოლოგიებით, პროგრამული უზრუნველყოფით ჩააბარა ექსპლუატაციაში მთაწმინდის პარკს და დღესაც ჩვენ დოპელმაიერთან აქტიურად თანამშრომლობთ. მთაწმინდის ქვეშ გადაშლილი თბილისის ხედი, პანთეონი, გასართობი აქტივობებით განთქმული პარკი. ეს იმ ღირსშესანიშნაობების ნაწილია, რაც ფუნიკულიორის ტრამვაით მგზავრობას უფრო მიმზიდველს და კომფორტულს ხდის. 120 წლის შემდეგ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტრამვაი 501 მეტრიან გზაზე წლის განმავლობაში უამრავ მგზავრს ემსახურება. ქართველებისა და უცხოელებისთვის არის არა მარტო ტრანსპორტი, არამედ სანახაობა. ჩვენი მომხმარებლის ამ სტატისტიკურად 70% არის ტურისტი, ხოლო 30% ქართველი მომხმარებელი. გზა, რომელსაც 3 წუთში მთაწმინდის პარკში ავყავართ, დღეს ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ ატრაქციად არის ქცეული და ყველა სეზონზე საერთაშორისო თუ ადგილობრივი სტუმრის მასპინძელია.